დილამშვიდობისა საქართველო. გრძელდება ჩვენი ჩელენჯი, უკვე ჩვენი ჩელენჯიდან ითვლის მე-11 დღეს, ანუ ეს უკვე იქნება რიგით მე-11 ვიდეო, რაც არის ძალიან რთული, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ რომ ესე მომხნევებთ და თან პლუს ძალიან ბევრი გამოხმაურება და ძალიან ბევრი ნახვები აქვს ჩვენ ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მეგობრებო. დღეს ანუ გუშინდელი ღამე კი იყო ძალიან დატვირთული ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ გადავწყვიტე რომ ცოტა ყური დავასვენო თქვენი და აი ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეო რეაქცია უნდა განახოთ, რომელიც არის ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარსონის გამოსვლიდან, სადაც ის ამბობს, რომ 2001-2002 წლებში, როდესაც პუტინმა საჯაროდ განაცხადა მოთხოვნა, და მაშინ იყო ბუშის ადმინისტრაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი გამხდარიყო ნატოს წევრი ქვეყანა, ანუ ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის, ამერიკელებმა ეს დაბლოკეს. დაბლოკეს იმ მიზეზით, რომელსაც ამ ვიდეოში თქვენ მოისმენთ, თუ რატომ ვერ გახდა, ანუ თქვენთვის შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს ახლა ამის მოსმენა, რომ რუსეთს მართლა სურდა ნატოში გაწევნიანება, მაგრამ ამერიკელებმა ეს დაბლოკეს. რატო დაბლოკეს, როგორ დაბლოკეს და რა მოხდა ამ ყველაფრის მიღმა, ამ ვიდეოში თავიდან ბოლომდე თქვენ მოისმენთ. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მე შევეცდები, რომ ეს ჩელენჯი ბოლომდე მივიყვანო. ნუ თუ არ გამომივიდა, მოპატიეთ, მაგრამ მე მაქსიმალურად დავდებ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანო. მოდი მოусმინოთ ახლა ტაკერ კარსონს, Fox News-ის ყოფილი ჟურნალისტს. The truth is that in 2001, Putin, same guy, same leader, asked the Bush administration in person, directly to George W. Bush, I would like to join NATO. მოდი ახლა მე თან გადაგითარგმნი და თან ინტერპრეტაციებსაც ამ ყველაფერს გავუკეთებ, ხო? ანუ 2001-2002 წლებში, როდესაც აქტიურად დაიწყო გალღობის პროცესი, მაშინდელ ახლად მოსულ, ესე ვთქვათ, ახალი მთლად არ იყო, მაგრამ ახლად მოსულ პუტინის რეჟიმთან რუსეთში, სადაც ბუში იმყოფებოდა, ასევე ის რა ქვია, პუტინიც იმყოფებოდა მაშინ ვაშინგტონში. ეს ცოტა უცხო არის ახლა თანამედროვე მსოფლიოსთვის, რომ რუსები და ამერიკელები ესე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან და იყო ესეთი ცნობილი ჩაისმა, ესეთი დღესასწაული, ანუ არაოფიციალური მიტინგი შეხვედრა მაშინ რა ქვია ერთმანეთთან და სადაც პუტინმა გამოთქვა მზაობა, რომ კაი თუ ეს ასეა მაგალითად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არსებობს და რუსეთი არის მისი მთავარი საფრთხე, კაი დაუშვათ, დაიწყოს რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრი. იქნება ეს შესაძლებელია საერთოდ და სოფლიო ერთად შევთანხმდეთ. რავი, გადავწყვიტოთ, რომ რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ურთიერთშეთანხმებისა და პატივისცემის, ესე ვთქვათ, ნიადაგზე და დაიწყოს რუსეთის გაწევრიანება ნატოში. ეს შეთავაზეს, ეს ოფიციალური შეთავაზება, ამაზე შეგიძლიათ ChatGPT-საც კითხოთ და ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტს თუ გინდათ Google-ით გადაამოწმეთ, რომ ეს მართლა ქონა პუტინს ამის საუბარ, რომ გაწევრიანებულიყო ნატოში. ეხლა რა მოხდა? გაინტერესო. I would like to join the defensive alliance that exists to keep me from moving west into Western Europe. In other words, you won. I'm joining your team. ხო, ანუ ნახეთ პუტინს როგორ უთქვია, რომ კაი, ვაღიარებ, რომ ცივიომი მოიგეთ, მაგრები ხართ. ხო, ამერიკული ვესტერნული ცივილიზაცია ძალიან მაგარი. ოკეი, გამარჯვებულები ხართ. კაი, მესმინდა გამარჯვებულის თემში შემოვიდეთ და დაიწყოს ხო რუსეთის დემოკრატიზაცია. დაიწყოს. ხელს არაფერი არ უშლის მაგ ყველაფერს, ხო? რავი, რუსეთიც თუ ნატოსთან დაალაგებს და ერთიანი სივრცე იქნება, მაშინ მტერი აღარავინ აღარ იქნება და რავი, ერთად დავალაგებთ, ხო, როგორ იქნება სოფლიო. ეს ფაქტი ეს არსებობდა. ეხლა რა ხდება? And due in part to his own limitations as a leader and due in part to the counsel that he received from Condoleezza Rice at the time, George W. Bush turned down that offer. მაშინ იყო კონდოლიზა რაისი სახელმწიფო მდივანი შეერთებული შტატების და სადაც ბუშმა თავიდან მზაობა გამოთქვა, რომ თანამშრომლობა იქნებოდა რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის, მოულოდნელად ბუშმა დაბლოკა საერთოდ ეს მოლაპარაკებები. რატომ? მომისმინეთ, ბოლომდე მოусმინეთ ამ ვიდეოს, მთელი ძაღლის თავის ადიმალება ხალხო. And prevented Russia from joining NATO. Vladimir Putin's request to join NATO, to join the West, to all be in it together, to work together. This decision made by the Bush administration guarantees a collision with the West. We are now on a collision course. And of course, he was absolutely right. Because NATO didn't want Russia because NATO wanted a war with Russia. აი ეს არის ჩემო მეგობრებო, თავარი ძაღლის თავისადაც არის დამალული. რატო თქვა ამერიკამ უარი, რომ ნატოში შესულიყო რუსეთი? იმიტომ რომ აქ შემთხვევაში აღარ იარსებოდა მსოფლიოში ბუაზია, რითიც ამერიკა
ივაჭრებდა ისეთ პატარა ქვეყნებთან, როგორებიც არის საქართველო, უკრაინა პატარა საკუთარი პოლიტიკური გაგებით და არა რა თქმა უნდა გეოგრაფიული მასშტაბებით, იმედია მიხვდებით ამას. აღარ იქნებოდა მაგალითად ბელორუსი, აღარ იქნებოდა აღმოსავლეთ ევროპა, აღარ იქნებოდა პრიბალტიკა, აღარ იქნებოდა ის პერიფერიული გეოპოლიტიკური ნიშნის, ესე ვთქვათ, პლაცდარმი, სადაც სავაჭრო გექნებოდა, ანუ თუ რუსეთი არ არსებობს, ამერიკა ომებს ვეღარ დაიწყებს. ანუ თუ რუსეთი არ არის ბუაძია, ამერიკა მსოფლიო პოლიციელის როლს აბარებს სხვას, რაც ამერიკას არ აწყობს. აი მაგალითად, მოვიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ამის დემონსტრაციის, ეს არის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად ამერიკამ დაბომბა სერბეთი, საუბარი მაქვს სერბეთის დედაქალაქ იმაზე. ნატოს ბომბებიც ვიოდა აღდგომას, სარაევოში, ანუ ეს იყო საშინელება, მეგობრებო, ჰეპი ისთერე წერა რაკეტებს, ანუ ბედნიერი აღდგომაო. ესეთი საკრალური და ესეთი ირონიული იყო მაშინ დასავლეთი მართლმადიდებლობასთან ზოგადად ქრისტიანობასთან, ეხლა რო ქრისტიანობის დამცველად მოაქთავი. და ამის პარალელურად, რომ მაგალითად რამე ხელი მართლა დემოკრატიულ პროცესებს შეეწყო და სამართლიანი ყოფილიყო აქეთ. ეხლა უყურეთ რაქნა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა ამერიკამ. კოსოვო, ეს ვამბობ 2008 წლის ომამდე. კოსოვო, რომელიც არის სერბეთის ყოფილი პროვინცია, ოფიციალურად, სამართლებრივად, როგორც ტაივანი ეკუთვნის შინეთს, ოფიციალურად სამართლებრივად. ანუ ჩვენ თუ გაქვს ხალხო კონსტიტუციაზე საუბარი, ჩვენ თუ ვცემთ ერთმანეთის სუვერენიტეტს პატივს, ჩვენ თუ ვცემთ ამ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ჩვენ უნდა გავიაზროთ საერთო იდეა, როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო, ყველანაირი კანონის თვალსაზრისით. ასევე იყო მაგალითად კოსოვო, სერბეთი, ასევეა ტაივანი, ჩინეთი და ძალიან ბევრი კიდე სხვა რამე, რომელსაც სავაჭრო ამერიკელები იყენებენ და სინამდვილეში ცალფეხზე კიდია ჩვენ დამოუკიდებელი იქნები, ერთიანი იქნები თუ გექნება თუ არა ერთიანი სივრცე. ანუ ეს არავის არ ადარდებს. როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა მზაობა, რომ ნატოში თანამშრომლობა ჩვენ უნდა დაგვეწყო და მოგებულების გუნდში აღმოჩნდეთ, ამერიკამ იმიტომ დაბლოკა ყველანაირი შეთანხმება, რომ ამერიკას არ აწყობდა დემოკრატიული რუსეთი. ანუ იმ სამყაროში, სადაც რუსეთი არის დემოკრატიული, ამერიკისთვის არ არის ეს პრიორიტეტი. იმიტომ რომ ამერიკა მაგალითად ავიღოთ მეორე кейსი, ხა უყურეთ. ავიღოთ ტერორიზმთან ბრძოლა, რომელიც არ არსებობდა მაგალითად რავი, ანუ 21 საუკუნემდე არ არსებობდა ტერორიზმი, როგორც ცნება, ასეთი რელიგიური ნიშნი ტერორიზმი, მაგალითად ეხლა თუ არ ჩავთვლით, ეხლა არ გადავალთ მაგალითად ასასინებთან არ წავალთ და იქ რაღაც მოჯაჰედები რა, თელი ამბები. ნუ აი ამას თუ ჩვენ შევეშვებით, ამასაც აბსოლუტურად სხვა დატვირთვა ქონდა, ვიდრე ეს ამ ფორმით, რომელიც ეხლა ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდგომ ახლო აღმოსავლეთში განვითარდა, ხო, რაზეც მაქვს საუბარი, ჰეზბოლა, ჰამასი, აისისი, ხო? აი მაგალითად აისისი არ არსებობდა ერაყის ომამდე. მერე შეიქმნა, რატო? იმიტომ რომ ეს იყო ამერიკის მიერ პროვოცირებული არაოფიციალური რელიგიური შიიტური გაერთიანება, რადიკალური, რომლის მიზანი იყო მაგალითად ტერორის გზით მოპოვება ძალაუფლების და ტერორის გზით იმ ისლამური სახელმწიფოს შექმნა, ხო? მაგალითად ისლამური სახელმწიფოს დეფინიცია ეგ არის. ანუ პრინციპი რა არის, აქ ხა უყურეთ. თუ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს ტერორიზმი, ამერიკა ომს ვერ იწყებს. თუ არ არსებობს რუსეთი, ვერ ევაჭრება პატარა ქვეყნებს ისეთი ბუაძით, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. ანუ ნახეთ როგორი პრინციპი აქვს ხა ამ ყველაფერს. ოფიციალურად არ არსებობს და არ არსებობდა მართლა არანაირი ტერორიზმის ფორმა. სანამ მოულოდნელად, როდესაც ცივი ომი სრულდება, ცივი ომი თავისი შინაარსით სრულდება, ანუ სადაც გამოდის დასავლეთი და ამერიკა გამოდის თავიდან ბოლომდე გამარჯვებული ამ ყველაფერში, მერე ხდება რატომღაც ძალიან აქტუალური. აი მაგალითად 2001 წლის 11 სექტემბერი ავიღოთ, ხო? ალბათ უკანასკნელი გამოქვაბული და გამოქცეული ადამიანი თუ არ ხარ, გჯერა იმ ფაქტის, რომ ამერიკამ ეს საკუთარ თავს თვითონ მოუწყო იმისათვის, რომ შესულიყო ახლო აღმოსავლეთში. აი, ყველაზე უკანასკნელი გამოქვაბული და გამოქცეულ ადამიანმაც კი იცის ის ინფორმაცია, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს საერთოდ რო თვითმფრინავი არ მოხვედრო და ეს იყო კონტროლირებადი დეტონაციის მიერ აფეთქებული ტყუპი შენობა. ამაზე არსებობს ოფიციალური კადრები, რომელიც ჩემ პირად X-ზე მაქვს გაზიარებული პირად გვერდზე, სადაც თვითმფრინავის დაჯახების შემდგომ რამოდენიმე წამში, იმიტომ რომ კოლაფსი შეუძლებელი იყო და თვითმფრინავის დაჯახებისთვის ზად იყო იმდენად ძლიერი კონსტრუქცია იყო, რომ შეიძლება ის დამწვარი იყო, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ ჩამოიქცეოდა, იმიტომ რომ მარტო ტყუპი შენობა კი არ იყო ორი, არამედ იყო მესამე სათამჯერი, რომელიც საერთოდ თვითმფრინავი არ დაჯახებია, ისე იწყება მისი კოლაფსი და მისი ნგრევა. ანუ ხალხო, ეს inside job-ები, რომელიც ეწოდება, ეს დადგმები თეატრალური, რითიც გამოიგონეს მაგალითად
ახლო აღმოსავლეთში ოსამა ბინ ლადენი საერთოდ რომელიც ყოფილი CIA-ის ჩაშუში ანუ არაფერში არ ფიგურირებდა ეგ ადამიანი მაგასთან დაკავშირებით ხო რო გვაქვს ისეთი ზღაპრები მოსმენილი როგორც არის 11 სექტემბრის ტყუპის შენობის დანგრევის შემდგომ თელი ყველაფერი განადგურდა აბსოლუტურად და თურმე ამათი პასპორტები გადარჩა იმ ტერორისტებიც რომლებაც მოაწყეს ეს ტერორისტული თავდასხმა ნუ კატასტროფული დონის აბსურდთან გვაქვს საქმე ანუ დაჟერო ანუ ამის გამკეთებელი თვითონ რუსეთი არ არის იმიტომ რომ სასაცილოდ არ ეყოფა როგორ შეიძლება დაინგრეს შენობა დაინგრეს აბსოლუტურად ყველაფერი მოკვდეს ყველა ადამიანი აბსოლუტურად ადამიანის DNK კოდიც განადგურდეს და ამავდროულად თურმე სახსალამათი რჩება იმ ადამიანების პასპორტები რომლებიც იმყოფებოდნენ ამ იმაზე რა ქვია იმ თვითფრინავზე და თან სხვების კი არა მარტო ამათი გადარჩა ანუ ასეთი სახის ბლეფი რითიც დაიწყო ნუ პირველი ომი ხა 91-92 წლებში იყო საუბარი მოქვს სპარსეთის ყურის პირველ ომებზე ხოლო შემდგომ მეორე ნაწილი რომელიც დაიწყო 2001-დან და მერე დაიწყო 2002-2003 ეს ერაყის ომი ავღანეთი რამე ან თავიდან ბოლომდე იყო მიზანში რაც ამოღებული ქონათ რომ აბსოლუტურად გაეშშვლებინათ იქაური სასარგებლო წიაღისეული იქაური ნავთობი მაგალითად ავღანეთში კანაფი მაგალითად რომელიც ასევე კოკაინის მარცვლები ძალიან ბევრი რაღაც იყო რაც დაინტერესებული იყვნენ და უბრალოდ მიზეზი ხარო შენ რო უნდა დაიპყრო ვიღაც შენ გიჭირდება სერიოზული მიზეზი მაგრამ ეს როგორი მიზეზი გიჭირდება დემონსტრაციული მიზეზი გიჭირდება ეს მარტო არ კამარა რომ მაგალითად ვიღაცას ქვეყანას დემოკრატია არ აქვს ხო ანუ შენ გიჭირდება დემონსტრაციული მიზეზი მაგალითად ეხა ხო გამოდიან ამერიკელები და მომბენ აი პრეზიდენტი ტრამპის ყოლობა სადეს ირანელებმა აი არ ვიცი ამას რა დავარქვა და ამის რჯერად კიდე ხალხს რო ესე რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანმა არ იცის რომ ტრამპი რომ მოკლას სხვა რომ მოვიდეს რომ სხვაც იგივე განწყობაზე იქნება რომ ეგეთი დებილები რომ აი იმდენად ზემოდან უყურებენ კაცობრიობას ხალხნო რა იმდენად დებილები გონიათ თელი კაცობრიობა რომ მართლა ჯერათ რომ ამ ყველაფერს იჯერებს აბსოლუტურად ყველა და ალბათ კაცობრიობაც ამისთვის ზად არის რომ ამ ყველაფერს ჭამს რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი ამერიკას აქვს კულტურული შოკი ამერიკას აქვს მთელი მედია პროპაგანდა დასავლეთის და ძალიან მარტივია ყველაფრის გაправება რა ანუ როდესაც მე იმაზე ველაპარაკებოდი რომ აი მაგალითად ვიღოთ აფხაზეთის ომი თქვენ რა გონიათ ამერიკელების ინტერესი არის ხო მან და მარტო რუსებმა გააკეთეს ეს ყველაფერი ძალიან წარეცდებით ვისაც გონიათ რომ მან ამერიკელების ინტერესი არ ყოფილა რატო ეხა იმაზე კი არა აქვს რომ ვიღაცაზე მართლა ცუდი განზრახვა აქვს შენი ან ვიღაც აფხაზია ინტერესებს ან ქართველი არა აქ პრინციპი არის ერთადერთი რამ რომ შენ როდესაც გაქვს სადავო ტერიტორიები შენ მეზობელთან ამერიკას დათრეული ყავხარ როგორც ინსტიტუციონალურად ასევე საგარეო პოლიტიკური კურსით და გევაჭრება შენ აი მაგალითად არა ირჩევ დასავლეთის კურსს რუსეთი უფრო წინ გადმოვა რუსეთი უფრო შეგჭამს რუსეთი ავჩარკა არის პოლიტიკაში ვიცით ხო გადაუგდებ ძვალს და ის ყველაფერს გლიჯავს ხო მე 2008 წლის ომის გამოძახილი რა იყო კოსოვო აღიარა ამერიკამ ეს იყო ყველაზე სულელური გადაწყვეტილება რაც მიუღია რომელთაც დაარღვია სერბეთის სუვერენიტეტი და ეროვნული თვითყოფადობა და ტერიტორიული მთლიანობა საერთოდ რა კოსოვოელი ხალხი არის დამოუკიდებელი მან როგორ არის კოსოვო როცა სერბეთის პროვინცია იყო ისტორიულად პოლიტიკურად სამართლებრივად სამართლის ყველანაირი ნორმით მაგრამ ეს არის აბსურდი ხალხო მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ეს არის აბსურდი ეს არის პოლიტიკა თავს მოხვეული რომელიც ემსახურება იმას რომ მოხდეს ამ სამყაროში ფორმირება ისეთი ძალების რომლითაც მოგევლინება შეერთებული შტატები მე როგორც მხსნელი აი რუსეთის შემთხვევა არის ამის ფენომენალური მაგალითი ხო და რო დაუკვირდეთ კონფლიქტების ესკალაციას ამაზე სოროსაც აქვს ნალაპარაკები ადრე რომ რატო იდება ყველაზე დიდი ფული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ ეს არის ძირითადი გეოპოლიტიკური შეჯახების წერტილი მაკინდერის თეორიის თანახმად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს ორი დიდი ბაქანი რომელიც მაკინდერის აქვს ძალიან კარგად ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, ანუ ცენტრი ხმელეთი როგორც არის რუსეთი, ანუ ამ შემთხვევაში რომელიც არის ყველაზე მდიდარი საკუთარ სასარგებლო წიაღისეული და ძალიან ბევრი რამე და მის გარშემო არსებული ბუფერული ქვეყნები, რომელიც გასდევს ბალტიისპირეთიდან, ნუ ფინეთიდან დავიწყოთ ბალტიისპირეთი, აღმოსავლეთ ევროპა, მერე ჩამოვიდეთ აქეთ უკრაინა, საქართველო და ბოლომდე გასდევს. რატო ფინანსდება მხოლოდ აქეთ? იმიტომ რომ მაგალითად სოროსი გაძევებულია უნგრეთიდან. უნგრეთში ძალიან დიდი ფული იდებოდა. რატო გონებას გირევენ შენ? ანუ რაციონალურად დაზრუნების უნარს, საღაზრს გიკარგავენ იმით.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა შენ მაგალითად რუსი რო აქ ხიშტი შემოგივარდება, ეგ შენი მტერი არ იყო, მე მაგას არ ვამბობ. მაგრამ თუ იყო ამხელა ამერიკამ გაგიხადა უზარმაზარი ბოლომდე. იმიტომ რომ ოდნავ მაინც რო ადარდებდე მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვინმეს, ნიტოშტო კაცო ამერიკაზე კი არ მაქვს საუბარი, ნებისმიერებას, ვინმე მართლა ისე დაგეხმარებოდა, როგორც ახლა ამერიკა ისრაელს ეხმარება. რა თქვენ გონიათ ამერიკისთვის რთული იქნებოდა მაგალითად სამხედრო ოპერაცია აფხაზეთის განთავისუფლება? ანუ ამობუგავდა იქაურობა სიტყვაზე. და შეგიყვანდა და გაგაერთიანებდა. და რუსეთი თამიჯერად ვერ არაფერს და ვერც ვერაფერს ვერ იზავდა მათ. დღევანდელი გადმოსახედიდან ხო საერთოდ ვერაფერს იზავდა. იმდენად არის გადამკვდარი უკრაინაზე. მაგრამ რატო არ აკეთებს ამას ამერიკა? რა ისრაელის გამო თუ გააკეთა, ჩემ გამო რატო არ გააკეთა? იმიტომ რომ მე ებრაელი არ ვარ. იმიტომ რომ კუშნერი ჩემზე უიტკოფი და კუშნერი ჩემს გამო თბილისში არ ჩამოვა, რომ მე გადამარჩინონ. და პლუს დამატებული ამ ყველაფერს უფრო რთულ რაღაცას ჩაიჭიდა ტიპ ირანს ბომბავს ბიჭო, აი ირანს. რომელსაც ყველაზე დიდი არსენალი ბალისტიკური რაკეტების და ამდენი ამერიკელი ყוდება და საშინელება ტრიალ. რა გახდა, რომ აი აფხაზეთი დამაბრუნებინი, ან შეეცადე. მოდი, წამახალის, აი ბირთვული ავიამზიდი შემოიყვანეს სიტყვაზე ან სამხედრო ბრიგადა, რამით დამანახე, რომ ჩემი მეგობარი აქამდე იყავი, გარდა იმისა, რომ პამპერსებს და იმებს მიგზავნე, ხო? აი ეს არის უბედურება ხალხო, რომ რეალურად მაკინდერის თეორიის თანახმად, როდესაც ხდება ცივილიზაციათა დაჯახება, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს რუსეთი როგორც ცენტრი, როგორც ცენტრალური მატერიკი, მის გარშემო არსებული პერიფერიები, რიმლენდი, ანუ გეოპოლიტიკის ენაზე, რიმლენდსა და ჰარტლენდს შორის დაპირისპირების მთავარი საგანი ხარ შენ და შენ ყოველთვის უნდა გსულდეს რუსეთი იმის გამო, რომ ამერიკას ასე უნდა და ასე გზნობს კომფორტულად, რადგანაც რამეს არასწორად აირჩევ, ეგრევე აგირებს სიტუაციას შიგნით. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა პუტინს დემოკრატობას დომოდა, მე არ ვჯერა რომ პუტინს შეიძლება დემოკრატია საერთოდ არ ცუნდოდა, მე ვჯერა რომ პუტინი არის, რა თქმა უნდა, რუსეთის ნომინალური დიქტატორი და ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს მაგ ადამიანს ხელში. თქვენ ახლა ამ თეორიის გჯერათ, არ გჯერათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთი რამეა, რომ მან გამოთქვა სურვილი, რომ დაწყებულიყო რუსეთის განეიტრალება და მაქსიმალურად რუსეთის, ესე ვთქვათ, ამ მობიერ ნატურალიზაციის, ანუ პოლიტიკური ნატურალიზაციის კუთხით მისი დემოკრატიზაცია. რა დასავლეთმა არ მოინდომა, იმიტომ რომ ამით ბუაძი აღარ იარსებდა და თუ ბუაძი არ არსებობს, ბავშვებს ზილის წინ ვერ შეაშინებ, იმით რომ შენ თო მაგალითად, რავი, ეხლა არ დაიძინებ, ბუა მოვა თავისი გუდიანი იმით, ჩაქსავს ამ აქტომარში და წაგიყვანს იმაში, რა ქვია, ცუდ ადგილას. აი დაახლოებით ეს კონცეფცია აქვს გამოყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც აქვს საოცრად დახვეწილი ეს ტექნიკა, აქ საუბარი მაქვს არა მარტო ბუნებრივად ნატურალიზაციის პროცესზე, არა მაქვს საუბარი მაქვს ეკონომიკური მკვლელები, როგორც ეს სამხრეთ ამერიკაში გააკეთა, გათიშა კონტინენტის საერთოდ ყველაფერს, კანადა დაიჩმორა ბოლომდე, ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის შექმნა, რუსეთის სახით მონსტრი და გიგანტი აქცია მსოფლიოში, რომელიც უკრაინას ჭამს ახლა და ბოლოს ევროპაც მიატოვა, მისი მთავარი მოკავშირეც კი მიატოვა და საერთოდ მარტო დატოვა. ანუ ამერიკელებს ვინც მართავენ არიან ძალიან ჭკვიანი ხალხი, ან მე ამ ყველაფერს ვამბობ ისა რა ქვია სრული პასუხისგებლობით, მე არ ვამბობ რომ ამით რამით ვაკენინებ, არა, რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამით არ ვამბობ რომ ვინმე მცულს, მით უმეტეს ამერიკა ძალიან მიყვარს, ამერიკის თვითონ კონტინენტიც, კულტურა ძალიან ბევრი რამე მიყვარს, მე რასაც ვაკრიტიკებ ეს არის ამერიკის პოლიტიკა, რავი, ამის გამიჯვნა თუ ადამიანს არ შეუძლია საერთოდ ამ ვიდეოს ყურება შეწყვიტოს, იმიტომ რომ ჩემთვის კრიტიკის ობიექტი არის პოლიტიკური სპექტრი ყოველთვის და არ არის ეს ხალხს არ უკავშირდება და არ უკავშირდება კულტურას, იმიტომ რომ ამერიკულია ძალიან მაგარი მსოფლიოში რამე და რა თქმა უნდა ჩვენ ამას არანაირი ჰეითი მის მიმართ არ გაგვაჩნია. და სულ უფლება გვაქვს ამის რომ ჩვენ ვაკრიტიკოთ ის რაც არ მოგწონს საუბარი აქვს პოლიტიკურ სპექტრზე. შესაბამისად ხალხო აი ესეთი დასკვნა დაიდო რომ პუტინი კი არა, ანუ რუსეთში სულ დემოკრატია მოვიდეს, აი ხშირად ვამბობენ აი რუსეთში რომ მოვა ვიღაცა და ვერ მოხდება რუსეთის დემოკრატიზაცია, იმიტომ რომ ეს დასავლეთს არ უნდა რომ მოხდეს. იმიტომ რომ ერთ-ერთი აბსურდული არგუმენტი რაც იყო რომ რუსეთის ნატოში გაწევრიანება იმ და ეგ პროცესი საერთოდ იმიტომ არ დაიწყებაო რომ გამჭირვალე უნდა იყოსო კანონმდებლობა, როდესაც ნატოს კანონმდებლობით საერთოდ არაფერ შუაში არ არის, იქნება გამჭირვალე შენი სასამართლო თუ არა. იმიტომ ნატო არის სამხედრო ალიანსი. ეს ევროკავშირი არ არის, სადაც 12 პუნქტი გაქვს შემდგარი და სოციალურ სამართლებრივი ეს რაღაც ეტიკეტი უნდა გაგაჩნდეს და რაღაც დემოკრატიის 14 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაცული უნდა იყოს შენ სტანდარტებში. ემისიის კანონი, აი როგორც ახლა მანქანის იმეებზია, ხო, გამონაბოლქვებზე და ახლოებით ეგეთ. ეს აქ ევროკავშირს კაცო. რომ ეს სასამართლო დამოუკიდებელი, პროკურატურა დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებათა დაცვა, უმცირესობები, ეს არის ევროკავშირის წესდება. მაგრამ ნატო არის სამხედრო გაერთიანება, ეს დღესაც ეშლებათ. და ნატოს ვერ ექნებოდა რეკვესტი იმაზე, რომ მაგალითად რატო არ გაქვს
ადამიანის უფლებები დაცული. ან დემოკრატიული რატო არ არის. ხო იტო თურქეთი მაგალითად ეხა რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არის ნატოს წევრი ქვეყანა, აი ისეთი რავი სიკვდილით დაშა არის ხა და რა თქმა უნდა შეაფასეთ ამდენად აბსურდი მოთხოვნა ქონდა გამოგონილად თითინა გამოწეული რატო არ შეიყვანეს რუსეთი. რავი ესეთი მომენტია მეგობრებო, აი ესეთი თამაშობენ, ესეთი манипуляციები არსებობს. მე იმიტომ განახერხდა ყველაფერს, რომ იცოდეთ რეალობა რა არის. მე არ ვამბობ, რომ რუსია კარგია, მე არ ვამბობ, რომ ამერიკელი ცუდია, მე არ ვამბობ, ამერიკელი კარგია, ან რუსი ცუდი. ანუ მე ვამბობ, კონცეფცია მინდა იცოდეთ რეალური, გაიგეთ, რეალური. რომ თქვენ არ იყოთ რადიკალიზირებული, რომ აი სიძულვილი თქვენი დაფუძნებული იყოს უცოდინრობაზე. სწორედ თქვენი უცოდინრობა უნდათ მათ გამოიყენოს საკუთარი პროპაგანდისთვის. და სანამ უცოდინრები ვიქნებით, მაგამდე აი ესე ვიქნებით, სტენსილებით, აი შარვალ შავიხდით, ჯაფარიძესავით საზღვართან და მაგით გოგონება დავიბრუნებთ და მე გარანტიას გაგაცლებთ ერთ რამეში, რომ ჩვენ თუ ესეთი უცოდინრები ვიქნებით, ჩვენ თუ ესეთი გაუნათლებლები ვიქნებით, დაემშვიდობთ აფხაზეთსაც და სამაჩაბლოს და ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ სანამ ჭკვიან კონტინგენტებს და განათლებულ თაობას არ გავსდით, მაგამდე დაივიწყეთ ყველაფერი. სტენსილებით ვერც ტერიტორიებს დაიბრუნებთ, რუსეთის გინებით ვერც აფხაზეთს დაიბრუნებთ, ვერც სამაჩაბლოს და პუტინზე მიმების კეთებითა და რა პუტინ ხუილოს დახილით კიდევ უფრო მეც დავკარგავთ ალბათ მომავალში და მე ეს არ მინდა რომ მოხდეს. მე მინდა რომ რაციონალურად საღადმოაზროვნე თაობა გავიზარდო და არა შიგევროპელი აკაცუკი იმბეცილები როგორებიც ეგენი არიან. ეგენი უფსკრული საკენი მიაქანებენ საქართველოს. ჩვენ პრაგმატული პოლიტიკით მოქმედებთ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვაცხადებ ტრათ არავის არც ერთ ქვეყანას. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე ქვეყანაა ცუდია, რომელიმე ხალხია ცუდია, ცუდი და კარგი ყველა ქვეყანაშია, მე ვაკრიტიკებ კონკრეტულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს. კონკრეტულ პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს. როგორც ანალოგიურად რუსეთის შემთხვევაში. რუსეთმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ დაინახა, რომ საქართველოს მას არასანქცირებდა, ირიბად გვერდში ედგა, იმ გაგებით ედგა გვერდში, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა აქედან, ანუ ყველანაირად რუსეთისთვის მომგებიანი სიტუაცია შეუქმნა საქართველოს ყველანაირად და რუსეთი ამ სიკეთეს ვერ ხედავს. ეს არის დაუნახაობა რუსეთის. ეხლა შეგიძლიათ რუსეთს დააჯვათ აქედან. ამიტომ ორივე უნდა ვიცოდეთ ხალხო. ჩვენ თუ ჩვენი ისტორია კარგად არ ვიცით, ხო? ანუ დაემშვიდობეთ ყველაფერს. ანუ არანაირი აზრი არ აქვს საერთოდ პოლიტიკური კონტინგენტების მომზადებას, ან საერთოდ საგარეო პოლიტიკას, თუ ჩვენ არ ვისწავლეთ საუბარი რომელიმე ქვეყანასთან, როგორც რუსეთთან, როგორც ბელარუსთან, როგორც კორეასთან, როგორც ავღანეთთან, როგორც ირანთან, როგორც ამერიკასთან, როგორც ისრაელთან, ყველა ქვეყანასთან საუბარი. გავაკრიტიკოთ რა თქმა უნდა ყველა, ჩვენ აქ ვეხებით მთავრობას, ჩვენ არ ვეხებით ხალხს. იმიტომ რომ რას მაგათ უნდათ რომ თქვენ შეიძლოთ გახდეთ რუსოფობები, ამერიკაფობები, ევროპაფობები, ანუ ეს არ უნდა გახდეთ რეალურად. იმიტომ რომ როგორც კი სიძულვილი შენში მწიფდება, როგორც ქრისტიანულად ასეა და ყველანაირად, ანუ რაციონალურობას გაკარგვინებს, სიძულვილი კლავს ყველანაირ რაციონალურობას. სიძულვილის შედეგია ფაშისტებსაც დაემართათ მეორე მსოფლიო ომის მერე. სიძულვილის შედეგია კომუნისტებმა როგორც დაასრულოს ეს ყველაფერი. სიძულვილის შედეგია ყველანაირი ბოროტი გამოხტომა ხალხნო, როგორც ამთავრებენ დიქტატორები და ზოგადად ცუდი მმართველები. რომ შენ თუ სიძულვილს ვერ მართავ, შენ პოლიტიკაში არაფერი არ გესაქმება. ხო, ეს იყო ჩემი აზრი, მეგობრებო, როგორც ამ ვიდეოდან თქვენ შეიტყეთ, ის არის რომ რუსეთს სურდა რეალურად ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ამერიკამ თქვა უარი, იმიტომ რომ შენ რო გაწევრიანდე, მერე ბუაძია ვიღა იქნება და ვისგან იქნება დასაცავი მსოფლიო. აი ესეთი აბსურდული მაგალითი შემოგთავაზეს. რავი, დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, თუ გავქაჩე, იმიტომ 11 დღეა ვიდეო ვსდებ უკვე კატასტროფულად დავიღალე, თუ გავქაჩე, თუ არა და ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდები. იდეაში ვაპირებდი, რომ მარტის ბოლომდე გაგრძელებული იყო ეს ყველაფერი. 30 დღეში 30 ვიდეო დამედო, მაგრამ ზოგადად 3 დღეში ერთ ვიდეო ვსდებ დღე გამოშვებით, ანუ თუ ვერ გავქაჩე, ისევ ძველ რეჟიმს დაუბრუნდები და თუ გავქაჩე მარტის მერე ისევ ძველ რეჟიმს დავუბრუნებ. ანუ ყველა პონჩი ძველ რეჟიმს უბრუნდები მე. ანუ 3 დღეში ერთ ვიდეოს დავდებ, იმიტომ რომ მეც დავისვენო ხოლმე, მეც ახალი ინფორმაციები და ანუ 3 დღეში ერთი არის ყველაზე ლოგიკური ჩემი აზრით, იმიტომ რომ ინფორმაციაც საკმარისად გროვდება მსოფლიოში, არა მარტო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ურთიერთობები, ბევრ თემას განვიხილავ. ჩვენ რაც სოციალურ თემებს ეხება. ამიტომ რავი, ძველ ან თუ გავქაჩე, კაროჩე, ბოლომდე დავდებ 30 დღის განმავლობაში, თუ არა, მაპატიეთ, იმიტომ რომ კატასტროფულად ვიხალები მართლა და მე მაქსიმალურად გაცლავდით ამ დროის განმავლობაში ინფორმაციას. მოკლედ, თუ გავქაჩე, თუ არა და ძველ რეჟიმს ისევ უბრუნდები, რასაც ისედაც ვაპირებდი ამ თვის შემდგომ. დროებით მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის.